მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, თქვენ შეგიძლიათ გვიყუროთ Facebook-ზეც, პალიტრა ნიუსის გვერდს თუ მოძებნით და ასევე თუ მოძებნით YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხს, შეგიძლიათ YouTube-ზეც გვადევნოთ პირდაპირ ეთერში თვალი. 18 დეკემბერს რუსთაველზე ტროტუარზე დგომის საბაბით სესილი ბუთხუს 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გაავრცელა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დღეს გამოაცხადა. ადმინისტრაციულ სამართალდაღოვათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მეათე ნაწილი, რომელიც აქციაზე საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას და ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას აერთიანებს 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც იცით, აქამდე თუ გზის გადაკეტვისთვის იჭერდნენ ხალხს, ახლა უკვე ადამიანებს იჭერენ ტროტუარზე დგომის გამო და ელენე ბუთხუზი ერთ-ერთი მათგანია. ამავე დროს სასამართლოში მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, იცით რომ პოლიტიკოსებს ედავებიან იმას რომ თქვენ უცხოეთში საქართველოს წინააღმდეგოდ მუშაობთო და ახლა ასეთი არის შინაარსი ბრალდება, ამ დასანქცირებას ითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისო. ზურა ჯაფარიძე ამბობს ასეთ რამებს, უკვე მესამეს ხტომაა პროკურატურისგან ვითხოვთ კონკრეტულად გვითხრან 45 ტომიდან მასალის რომელი გვერდი მეხება მე ზურა გირჩი ჯაფარიძეს. არანაირი მტკიცებულება არ არისო. პროკურორი თვითონ ყოფილა დასანქცირებული. ანუ მე გიორგი ვაშაძეს და ელენე ხოშტარიას გვედაება რომ ჩვენ მუშაობდით დასავლეთის ქვეყნებთან რომ დაგვესანქცირებინა ვიღაცები და ამით დაგვესუსტებინა ქართული სახელმწიფო. თვითონ არის დასანქცირებული და თვითონ გვედაება რომ მე რა პონჩი დამასანქცირეთო ამბობს ზურა ჯაფარიძემ. ბადრი ჯაფარიძეც არის ამ საკითხთან ამ თემაზე ბრალდებული. ის ამბობს პროცესის დახურვა, იცის რომ პროცესის დახურულია თან ჟურნალისტები არ შედიან. პროცესის დახურვა იმის მანიშნებელია, რომ პროცესის ორგანიზატორებს არ სურთ საზოგადოება მიცოდეს პროცესის უკან რა სიყალბეაო, განაცხადა ბადრი ჯაფარიძე. ჯაფარიძის თქმით, პროცესის დახურვა ნიშნავს ის, რასაც ვაკვირდებით და რაშიც მონაწილეობას ვიღებთ, პოლიტიკური ლიდერების გასამართლება სრულიად წარმოუდგენელი, მოგონული ბრალდებით არის პირდაპირ ბრძოლა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამაზე მეტ ზიანს, რასაც ახლა ჩვენი სახელმწიფო იღებს, ასეთი მოგონილი პროცესის გამო ვერ წარმომიდგენია რა შემთხვევაში მიიღებს ჩვენი ქვეყანაო, განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. რაც შეეხება თავად პროკურორს, პროკურორი ამ საქმის პროკურორი ამბობს ასეთ რამეს. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული საქმის პროკურორი ანა ხუბეჯიშვილი განმარტავს თუ რატომ არ დაეთანხმა პროკურატურა დაცვის მხარის შუამდგომლობას სასამართლო პროცესის გახსნასთან დაკავშირებით. როგორც ხუბეჯიშვილი აღნიშნავს გასულ პროცესზე, როგორც დაცვის მხრიდან, ასევე დამსწრების მხრიდან სხდომათა დარბაზში არაერთხელ დაირღვა წესრიგი, რის გამოც პროკურატურა პროცესის გახსნას არ დაეთანხმებოდა, ну ასე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს ასეთი საქმე, ის აღზრულია ასევე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და სხვა პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ, რომელსაც გუშინ უკვე მიუსაჯეს 1 წელი და 6 თვე ფლომასტერით ბანერზე წარწერის გაკეთების გამო. ასევე ძალიან საინტერესო საქმე არის უჩან ანუაშვილის ყოფილი სახალხო დამცველის დაბარება სუსში, იმის გამო რომ ის თანამშრომლობდა ეუთოს მისიასთან. იცით რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ჩამოსული იყო ექსპერტი და სწორედ ამის გამო, რადგან ეუთოს მისიას რაღაც ინფორმაციები მიაწოდა, ის სუსში იყო დაბარებული და ამას დღეს გამოეხმაურა გაერო სპეციალური მომხსენებელი. შემაშფოთებელი ცნობა მივიღე იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთოს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარესო, თქვა გაერო სპეციალური მომხსენებელი უფლება დამცველთა საკითხებში მერი ლოური სოციალურ ქსელში წერს. გაერო სპეციალური მომხსენებელი საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის უჩან ანუაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვის დაბარებას ემსახურება. შემაშფოთებული ცნობა მივიღე იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და დაკითხეს. ადამიანის უფლებათა დამცველების დაშინებასთან და ანგარიშის სწორებას არ უნდა განიცდიდნენ. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობისთვისო დაწერა ამ ადამიანმა იგზე. მოკლედ რა ხდება ქვეყანაში ამის შესახებ იურისტები ისაუბრებენ დღეს გადაცემაში. ბორის ჩელეყურვა, ადვოკატი, იურისტი, მაგდა მამუკაშვილი, ასევე იურისტი, აქტივისტი, პროტესტის აქტიური მონაწილე. გამარჯობათ, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბორის, თქვენგან დავიწყებ, რადგან თქვენ ბევრ ადამიანს იცავთ. ამ ჩემს ერთ-ერთი ვინც ტროტუარის საქმეზეც იცავთ, ხო, რამდენი იცავდეთ, რამდენი ადამიანს და იცავთ.
ასევე 4 ოქტომბერზე ეს არ მოხდა ჩემ ჩამონათვალში 4 ოქტომბრის საქმეს მე ცალკე შევეხოთ. მანამდე ამ ტროტუარის თემით რო გავხსნათ ასე ვთქვათ და ეს სპეციალურად მივაყოლე ერთმანეთს თუ რამდენი საქმე არის აღრძრული, დაბარებული, გამოკითხვაზე და ასე შემდეგ. ყველა მის რაღაცა პროტესტი არის ჩართული. ისე მოგესალმებით. ნუ ამ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციულ სამართალ წარმოებას ვეხებით, აქ არის მეორე პრობლემა, კანონის ვერ გააზრების პრობლემა, თუ ერთის ხრის სისხლის სამართალობაში კანონი თავისთავად შეიძლება ცუდი არ იყოს და კონკრეტული საკანონმდებლო დათქმა, მაგრამ ზოგადად ხდებოდეს იმგვარი ფაქტები და პოლიტიკური мотиваციის მქონე გამოძიება, თუმცა მეორე მხარეს ადმინისტრაციულ მხარეს არის ისო არანაირ მტკიცებული არ არის და პლუს ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული ორგანო კანონს არასწორად იგებს და ამ არასწორ გაგებაში ეხმარება თვითონ სასამართლო. სესილი ბუთხურის ადვოკატიც მე გახდით და შემიძლია საჯაროდ დავიფიცო, რომ არც ერთი მტკიცებულება არ ქონდა წარმოადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოს. კალბატონ ბუთხუზზე არის საუბარი, რომელიცაც ტროტუარზე დგომის გამო შეეფარდა პატიმრობა. ანუ ქალი, მოდი გამოვიხსნათ. გუში ლაპარაკით ვიშახებ, რომ ქალი 4 შვილის დედა, ამაზეც გადავალთ აუცილებლად თქვენ შევასწავლოთ მოვისმენთ, რომ წელიწად 6 თვის ჩასვეს ციხეში, მაგრამ დღეს გოგო ჩასვეს ციხეში ტროტუარზე დგომის გამო. კი ხო, მან ხომ მნიშვნელობა აქვს შემოვლეში რამდენი დღით გაუშვა, რამდენი დარჩა, უბრალოდ მე მინდა გიხსნათ რამდენად სამართლებრივად აბსურდია ის, რასაც მიმტკიცებს ადმინისტრაციულ ორგანოს წარმომადგენელი უკვე უამრავი პროცესი. არსებობს ადმინისტრაციულ სამართალთა კოდექსი, რომელიც მიუთითებს კანონზე შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ და თუ იმ გაგებას დავეყრდნობით, როგორ გაგებასაც ეხება ადმინისტრაციული ორგანო, როცა სამართალების ოქმის ფიქსაციას ახდენს კონკრეტულ საქმეზე, გამოდის, რომ ზოგადად ამ ქვეყანაში დემონსტრაციის ჩატარება არის აკრძალული და ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათ მოვიდნენ და ნებისმიერ ადამიანს რომელიც აქციაზე დგას დააკავონ. ეხლა რას ედავებოდნენ მაგალითად სესილის кейსი ავიღოთ, იმიტომ რომ დღეს მოხდა მის დაკავება და მის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება მოხდა დღეს. სესილის ედავებოდნენ, რომ იდგა პარლამენტის წინ. იდგა. მეც არაფერს არ ვიკეთე. ანუ როგორც ესე ედავებია, რომ ვიღაცება იქო ჩამოიარესო ტურისტებმა ასე შემდეგ და ხელი შეუშალება, რომ რუსთაველზე თავისუფლად ვერ გაიარესო. აი გვერდზე გადასვლა მოუწიათო, გახვევა მოუწიათ. კი, უბრალოდ ანუ ეხლა თვად ეგრე არის და მე როგორც თქვენ მაგრამ სინამდვილეში რაც ედავებიან არის ანუ წინადადებას რო ავიღოთ ნიშნავს დაბრკოლების შექმნა ფეხით მოსავალის უბრალოდ კანონმდებლოს აქვს ჩაწერილი მარტივად განზრახ დაბრკოლების შექმნა. ამ შემთხვევაში ხა დაბრკოლებას ნებისმიერი ჩვენგანი ვქნით, როცა ტროტუარზე გადავადგებთ. მე რო ეხლა აქ ვზივარ, მეც თავისთავად დაბრკოლება ვარ, ვინმეს თუ აქ გამოვლა უნდა, მე მისთვის დაბრკოლება ვიქნებ. უბრალოდ ჩემი სხეულის დროსა და სივრცეში განთავსება კონკრეტულ ადგილას არ ნიშნავს იმას, რომ მე ავტომატურად განზრახ ვქნი უნდა დაბრკოლებას. პირველი შევთანხმდი ყველასთან, რომ ქუჩა გადაკეტილი არ არის, არც ერთ საქმეში ტროტუარი გადაკეტილი არ არის და არავინ არავის ხელს არ უშლის. მათ მიერ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენელ ვიდეოზე ჩანს ჩვეულებრივად, რომ ურემი გაეტევა იმ ხელადგილზე და ადამიანები დადიან იქით-აქეთ და შემდეგ რაც პატარა მონაკვეთს ამოიღებენ, სადღაც შორს, ანუ სავარაუდო სამართალდარღვევის საერთო დარჩენას მაგიდოზე სადღაც შორს ერთ ფეხს გადაყოს ბასტიონზე და ეგ ვიტყვი, რომ ამ ადამიანს მოუწია ბასტიონზე გადასვლა. პირველი მოუწია რა ბასტიონზე გადასვლა არ შეიძლება სამართალდარღვევად ცალკეთ უნდა დააჯერიმო. მეორე ვერაფრით ვერ ამტკიცებენ, რომ ეს ადამიანი არ არის აქციის მონაწილე და არის ჩვეულებრივი გამონილი და მესამე ამ შემთხვევაში ჩემი დასვის გაშო ჩემი მარწმუნებლის ბრალი ადმინისტრაციული ბრალი სადმე იკვეთება მან ხო ხელი არ შეუშალა. საბოლოო ჯამში ეჭვი არის რაც მოაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ეჭვი ვიცით რომ სიხსავე სტანდარტი ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, მაგრამ ამას არავინ არ ითვალისწინებს და ეს ეჭვი ყოველთვის გადაწყვეტილია ადმინისტრაციული ორგანოს მხარეს და გეუბნებიან რომ რა ვიცი ალბათ ხელი შეუშალა. სინამდვილეში არ არსებობს არც ერთი მოწმე რომელიც იტყვის რომ ხელი შემიშალა და მთავარი რასაც ყოველთვის ვეკითხები ადმინისტრაციულ ორგანოს წარმომადგენლებს და არც ერთხელ პასუხი არ აქვს. მათ კანონი ავალდებულებთ რომ დაიცვან ბალანსი როგორც გამოხატვის თავისუფლებას ისე კონკრეტულად ადამიანების უფლებას შორის რომ გადაადგილდნენ იცხოვრონ და ასე შემდეგ ნორმალური ცხოვრება ქონდეთ. ანუ ტროტუარზე სიარულის რა თქმა უნდა უფლებაა, მაგრამ ჩვენ თუ დაუჯერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფოს წარმომადგენლებს გამოხატვის თავისუფლება არის ყველაზე დაბალი, პატარა და საზიზღარი უფლება, რომელსაც ყველას შეუძლია რომ თავზე გადაახდეს, იმიტომ რომ არათუ ამ ბალანსის დაცვა, არამედ იმის კვალი, რომ ვინმე საერთოდ ამ ბალანსი იმსჯელა არ არსებობს. რაც ტოვებს ლეგიტიმურ ეჭვს, ჩემი შეფასება ხო არა, ლეგიტიმურად ობიექტურ პირის გაუშვება ეჭვი იმისა, რომ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სასამართლოს ისე როგორც სხვა მრავალი ხელისუფლებაში მყოფი იყენებს ქართული ოცნება იმისთვის რომ მოახდინოს იმ ადამიანების დასჯა რომელიც მას არ მოსწონს. გასაგებია რომ ერთი მხრივ არის სისხლის სამართლის საქმეები რომელიც აღძრულია, მაგრამ ამას უფრო მასობრივი ხასიათი აქვს გამომდინარე იქიდან რომ პატიმრობა დიდი არ არის ხოლმე, ხა 15 დღემდე არის, ადრე იყო ხოლმე საზეგადასვლაზე პირველ ჯერზე რა თქმა უნდა 15 დღემდე პატიმრობები, ამას დიდი ყურადღება არ ექცევა, იმიტომ რომ ჭყალებში ამ ყველაფერში ადამიანები მიეჩვენენ, საზოგადოება მიეჩვია და ასე რომ არაფერი ხო გოგოები ესე ჩვეულებრივად ლამის თვეში ერთხელ გამოწერილი აქვთ
ხო, უბრალოდ აქ ისიც ზოგიერთს რომ მაშინ რა ქვია, ციხეში მიყავთ რა 5 დღე, 6 დღე, 10 დღე, 15 დღე და ალტერნატიულად ითვალისწინებს პატიმრობას, ეს უნდა გოჩვენოს, ანუ ეს მუხლი აუცილებლად პატიმრობას ითვალისწინებს. არა აქვს რომ მაგალითად შეიძლება ჯარიმა ჯერზეც პირველ ჯერზეც აუცილებლად პატიმრობას, ნუ აქ იქ არის 32 მუხლი ზოგადად ადმინისტრაციული სამართლებრივ კოდექსში, რომელიც ამბობს, რომ ხა თუ არის ქალბატონი, რომელსაც ყავს 12 წლამდე შვილი ან გამოხატული მაგდა გადარჩა. რჩევნია სამი დღე პატიმრობა მართლა 5000 ლარიან ჯარიმას. ანუ ეგეც კიდე ის შეფასებითია იმასაც ტერორისტულ. მაგდა გადარჩა მაგეთი რა 12 წლამდე შვილი. არ არის გადარჩენა ხო და საქმე. უბრალოდ კაცებს რას გურჩენ, რომ კაც თუ ყავს 12 წლამდე შვილი ხა ხო ეგ ისე რა დისკრიმინაცია მართლა. ანუ თუ მას რა ქვია, ქალს ყავს 12 წლამდე შვილი, მას არ აპატიმრებენ ადმინისტრაციულზე და კაცს თუ ყავს, მისთვის შეღავათი არ არის. ბავშვს მამა არ უნდა? ხო, ბავშვს მამა არ უნდა, რაც ეგრე იყო მეგობრებო და აქამდეც დისკრიმინაციული იყო და ახლა მაინც ოცნების ის არ არის ეგ. ეს საუბარმა მოიტანა თორე. ზოგადად ეხა სასაცილო მართლა არ არის თემა, რომ 15 დღით შეიძლება ბევრი არ არის, რაზეც ჩელი ამბობდა, ხო, ხალხი შეეჩვია უკვე, რომ ეხა 15 დღით მიდის ციხეში და მაგრამ თვითონ ფაქტი არის ხო სიგიჟე. ხო, ტროტუარზე დგომის გამო ხალხს იჭერა. ამაზე ბევრს ვაპარაკობ, ბევრ გადაცემას ვაკეთებ, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან სიგიჟეში შევედით. ეხა ადრეს ვქიდა გავიმეორებ, როდესაც ქუჩის გადაკეტვაზე გაანკაცრეს კანონი, ამასაც არ ვეთანხმობდი, ხო კანონი ციხეში არ უნდა ჩასვა ადამიანი მანქანების სავალ ნაწილს თუ გადაკეტავს, როცა არ არის გადასაკეტი, ხო, როცა ცოტა არის. მაგრამ ნუ ეს კანონდარღვევა ყოველთვის იყო და მეტნაკლებად ლოგიკა არსებობდა ჩემთვის ამაში, რომ ეხა მანქანა ხო თუ ცოტა ადამიანია და ტროტუარზე ეტევი, არ არის აუცილებელი რომ გადახვიდე და ქუჩა გადაკეტო და მანქანებს შეუშალო ხელი. ეს ლოგიკა მესმის. უბრალოდ ამის გამო ციხეში უნდა ჩასვა ადამიანი. მაგრამ ეხლა ტროტუარზე დგომაზე გიჭერა, ნუ ანუ ქუჩისთან დაკავშირებით ლოგიკა თუ მესვოდა, აქ ლოგიკა საერთოდ არ არსებობს. ხო, ანუ მაშინ მოსამართლეები გეუბნებოდნენ, რომ აი ქუჩას რატო კეტავ? ცოტანი ხარ და ტროტუარზე დადეკი. ანუ მენთაჟაშვილი ციხეში ზურა მაგიტოზის რომ ქუჩა გადაკეტა ორჯერ და განმეორებით სამართლებრივ რადგან იყო ამის გამო უკვე აღზრდის სამართლებრივ და ადამიანი ციხეში ზის ერთ წლამდე არის თავისუფლად. ერთ წლამდე თავისუფლად აღკვეთა ის უკვე ქუჩის გადაკეტვის გამო. კიდევ ერთხელ მეორე მე ვეთანხმები. გადაკეტვის არ გადასვლის. გადასვლის. ოკეი, გადაკეტილ ქუჩაზე გადავიდა ალბათ. მაგრამ მოკლედ ჩემი მხარი შენ შეფასება. ნუ სასილი არის პირველი გოგო, რომელიც დაიჭირეს ტროტუარზე დგომის გამო. აქამდე გოგოებს, ხო, აი მანდაც დისკრიმინირებული იყავით. აქამდე გოგოებს სიტყვერი გაფრთხილება გამოუცხადეს მოსამართლებმა, რაღაცა პერიოდი ჰქონდათ ტაიმაუტი აღებული გლოვის პერიოდის გამო და პროცესები გადადეს, გამოცხადებების გადადეს, მაგრამ დაბრუნდნენ ძალიან მკაცრად და არაფერი ეტყობა ამ ხალხს, რომ რაღაცა ქრისტიანობა მათ გულებშია და სულებშია, იმიტომ რომ დაბრუნდნენ მართლა ესეთი მკაცრი ხელით და იგივე ნაწილშიც ხა ჩელემ ახსენა, რომ პატიმრობა არის უაპელაციოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც შვილი არ ყავს და ვისაც შვილი ყავს ან შეშემოპირის სტატუსი აქვს, ამ შემთხვევაში გამოიყენება ჯარიმა და ჩემ შემთხვევაში მაგალითად მოკლე მონაკვეთში ორ კვირაში ორჯერ დამირეკეს და ორჯერ ჩატარდა სხდომა და შენ რას გედავებიან? მეც გზაზე დგომას მედავებიან, მაგალითად ბოლოს რომელიც ჩატარდა ერთი წუთით გზაზე დგომას მედავებიან გლოვის პერიოდის მიუხედავად. კი, აი მარშის შემდგომ სანამ პოლიცია მოვიდა და პოლიცია რომ მოვიდა, ხო მანამდე პოლიცია კეტავს გზას და რომ მოდის მე უკვე გაფრთხილებს რომ გადადი. პოლიცია რომ მოვიდა, გაფრთხილებიდან 30 წამში გადავედი და ამას თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლიც ადასტურებს, მაგრამ მაინც ჩათვალა ეს მოსამართლე ქოჩქიანმა სამართალდარღვევად და საინტერესო ის იყო, რომ სამშაბათს დამირეკეს. არ მოპედეს, სამშაბათს დამირეკეს, ხუთშაბათს სხდომა ჩაატარა, გადადება არ გადადო გამოცხადება და პარასკევს უკვე დადგენილება ჩამაბარა 5 დღეში, 4 დღეში, აი ზუსტად მიუხედავად ამ გლოვის პერიოდის გამო ამ ადამიანმა ეს გააკეთა და მინდა ვთქვა და არაერთხელ მithქვამს, რომ ეს 5000 ლარიანი ჯარიმა დედისთვის, ვითომ ათავისუფლებს არის მაინც ტერორის ფორმაა, ძალიან ისე რომ ვთქვათ, მკაცრი, იმიტომ რომ მე არ მაქვს იმის შესაძლებლობა რომ არ გადავიხადო ეხლა მაგალითად სახლი ჩემს სახელზეა, თანასაკუთრებაში მეუღლესთან და ასევე მანქანაც ჩემს სახელზეა და აღმოჩნდა დღეს გაირკვა რომ კიდე დამაყადა, აპირებდნენ დაყადაღებას და გარკვევა მინდოდა რასთან დაკავშირებით. ანუ ბევრი საქმეებია ესე რომ ვთქვათ აღძრული, მიუხედავად იმისა რომ დედა ხარ და არ გიჭერენ, შენზე ტერორი მაინც ხორციელდება და რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას და დასაბუთებას, იურისტები ვართ და ეხლა ყველამ ვიცით რომ მასე ნებისმიერ რამეს დაასაბუთებ, ვთქვათ კანონში თუ ჩაგიწერს პარლამენტი, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს რომ შენ სამართლიანობას ემსახურები და ეს ხო არ ნიშნავს რომ შენ ზოგადად კონსტიტუციას აღასრულებ, ხო?
ანტიკონსტიტუციური როა ეს კანონები და მოსამართლეები საერთოდ ამაზე არ რეაგირებენ. აქ ვართ ჩვენ. ამას ეუბნებოდა ჩემი ადვოკატი, ვინც მიცავდა პროცესზე, რომ ამ შემთხვევაში თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ ეს ზომა არის შეუსაბამო და ანტიკონსტიტუციური, საკონსტიტუციაში უნდა გადააგზავნოთო და თქვენ თვითონ წაიღეთო, გვეუბნება ის და პასუხობს მე ადვოკატი, რომ შენ რომ გადააგზავნი, ჩერდება უკვე აქ საქმე და მე განახდება განხილვა და კაი გასაგებია და გააგრძელა პროცესი. ანუ ამ ყველაფერზე ხდება თვალის დახუჭა მიზანმიმართულად იურისტების მხრიდან, ზოგი მოსამართლეა, ზოგი პროკურორია. გუშინ წინ მაგალითად მერიაში მქონდა განხილვა და მეუბნებოდნენ, რომ რასაც პოლიცია გვეტყვის, ჩვენ იმას გავაკეთებთ. წარწერაზე რომ ითხრას ნებისმიერ წარწერაზე, რომ შენ შესრულებულია, მე ავდგები და ყველა ჯერზე შენ დაგაჯარიმებო. ესე მეუბნება პოლიციელი სიტყვა ჩვენთვის კანონიაო რა, მერია მეუბნება და სამართლებრივად ესეთ აბსურდში რომ შევდივართ, ეგ უკვე იმას აღარ ნიშნავს, რომ საჯარო მოხელეები კანონს და სამართალს ემსახურებიან. ეს არის რეპრესიული რეჟიმის მსახურება. ხო, ანუ ამ კანონის დანიშნულება რა არის ხა ტროტუარზე დგომასაც რო გიგრძალა, ხო? ერთადერთი რომ აი ეს ხალხი ვინც დგას იქ, ის აღარ გამოვიდეს. ხო, სხვა რა მიზეზი შეიძლება ემსახურებოდეს. ხო, პროტესტი აწუხებს. აი, ხო, ხშირად გვიფიქრია ხა თქვენც ხართ ხოლმე პროტესტზე და ხშირად გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით, რომ აი ეს პროტესტი ასე მცირე რიცხოვანი ხო არის უბრალოდ მანიფესტი ხო ეს ხო არ არის ის პროტესტი რომელიც აი ხა ადგება და ეგრევე რეჟიმს ჩამოშლის ანუ რატო აწუხებს ხო აი რეჟიმს რატო აწუხებს ეს პროტესტი აი ესეთი გამკაცრებული და გავეშებული რატომ არის იმიტომ რომ რეალურად ეს არის შიდა ანუ მათი ლეგიტიმაციის არაღიარების ინდიკატორი აი შიგნით რომ ამდენი ხანი ადამიანები არ ჩერდებიან თუნდაც 200 იყოს ყოველდღურად 300 იყოს ეს ნიშნავს რომ არ მშვიდდება, ანუ არ უნდა ამ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად და დიქტატორად, რა, აი ამის ხალხს. ხო, თუმცა ეს მოსაზრებას ალბათ გაგიგია, ხო, ახლა თუ ოცნების მომხრეები ვიყურებენ, ვიქნებოდა რას დადიხართ. რას დაპროტესტებო ვერ გავიგეთ. რას დადიხართ, ხო. ბორი შენ რომ პოლიტიკოსიც ხარ, ხა ადვოკატი განსხვავები და შენ რა პასუხს გასცემდი ამ კითხვას. ну პირველ რიგში მთავარი რაც უნდა გავაგებინოთ ამ ადამიანებს და რაში სეპარებად ხოლმე ეჭვი, სულ ამბობენ რომ ეხლა ტროტუარის დგომის გამო არავინ არავის არ აკავეს ციხეში არ უშვებს და პირველ რიგში უნდა დავამიწოთ რომ კი ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს ისინი უჭერენ ხელისუფლებას ხარს რომელიც ხალხს უკვე ტროტუარზე დგომის გამო იჭერს. კიდე აქედან მეუდექი, კიდე იქედან მეუდექი ეს არის ფაქტი. ხო, ფაქტი არის, რომელსაც უარყოფენ ხოლმე, თუმცა არის ხოლმე რაღაცა იშვიათი გამონათებები, მაგალითად გუშინ გამოვიდა გიოვსკი და დაადასტურა ის, რასაც ნებისმიერი ადეკვატური ადამიანი ფიქრობს, რომ ეხლა ელენე ხუშტარია, ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არზის ციხეში სხვა რაღაცისთვის ისო და პრობლემაც ეგ არის, რომ სხვა რაღაცისთვის ის. პრობლემა ის არის, რომ როცა სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ მაშინვე სააპელაციო სასამართლოსკენ კი არ ვიხედებით, ხელისუფლებისკენ ვიხედებით, რომ მან გაქცეს პასუხი მოსამართლეს კი არ ვეკითხებით, ხელისუფლებას ვეკითხებით, იმიტომ რომ ვიცით, სასამართლო დამოკიდებულად გარკვეულ შემთხვევაში არ მოქონდეს და პოლიტიკური გავლენები არის ძლიერი. ზოგადად ჩამოყალიბდა ხოლმე, როცა ეკითხებიან რაღაცა პარლამენტის და სხვათა შორის თითქმის ყველა არჩევნების წინ ასე არის ხოლმე, ეკითხებიან რომ ვის დაიჭერენ, ვის გამოუშვებენ და ამაზე სწორი პასუხი არის ის, რომ პარლამენტის წევრს არავინ არ ეკითხება, ვის დაიჭერენ ან ვის გამოუშვებენ. მაქსიმუმ ამნისტიაზე შეიძლება ისაუბროს და ისიც მუხთან დაკავშირებით უნდა ისაუბროს და არა კონკრეტულ პიროვნებას დაკავშირებით. ჩვენ არასოდეს არ ქონია ამ ქვეყანაში სასამართლო, რომელიც იქნებოდა ისეთი, აი ქართველი კაცი დილით რო გაიღვიძებდა რაც თავის ახლობლების იმედი იქნებოდა ოჯახის წევრების და სასამართლოს იმედი. ესეთ ხო არასოდეს არ ყოფილა. შესაბამისად ამ პრობლემას მწვავედ ადამიანები საზოგადოება ჩვენ და სამწუხაროდ ვერ აღიქვანს, თუმცა ჯაჭვური რეაქცია აქვს ამ ყველაფერს და მათ შორის საქართველოს ნებისმიერ ეკონომიკური მხრითაც თუნდაც ინვესტორის ვიზიტორი ქვეყანა ვერასოდეს ვერ იქნები, თუ შენ ამ ქვეყანაში არ გაქვს ისეთი სიტუაცია, სადაც პატარა კაცი შეუძლია რომ თავისი სიმართლე იპოვოს და დაამტკიცოს. ავიც ეხა ბავშვობიდანვე იმას გვასწავლიდან რომ პატარა კაცს დიდ კაცთან როდის გაცვია სიმართლე და ინსტიტუტს არ არის ამ ქვეყანაში რომ ეგ სიმართლე გაგივიდეს. რაღაცნაირად თითქოს ჩვენთვის ორგანულია რომ ვინც არის ხელისუფლებაში და ყოველთვის ერთი ადამიანი და ერთი პოლიტიკური გუნდი უნდა იყოს, მისი უნდა იყოს ეს სასამართლოც და ეს რწმენა უნდა შეიყეს. მათ შორის აი ის მასშტაბი რო იზრდება და იმ ადამიანების რაოდენობა იზრდება, ვისაც ეხება სასამართლო, უსამართლოდ ეხება ამ შემთხვევაში და მგონია რომ ესეც პრობლემას წინ წამოწევს. არასოდეს არ ამოდის ხოლმე ტოპ 5 პოზიციაში, როცა გამოკითხოს ატარებენ სასამართლო მთავარ პრობლემად, თუმცა იმ ადამიანებს რომ მკითხო, ვინც ამას პასუხობს, კი, რა თქმა უნდა, სასამართლო ცუდია, თუმცა მწვავედ ვერ აღიქვამენ. ანუ ეს პრობლემა ეხლა შეზღუდვა გამოხატ პროტესტთან დაკავშირებით, რა შეზღუდვებიც მიიღეს, რომ არის შესუსოს უნდა შეუთანხმო ტროტუარზე დგომა არ შეიძლება ასე შემდეგ. რა შეიძლება ვიღაცებს ეგონათ რომ მას არ შეეხებოდათ და მარტო იმ ხალხს ვინც რუსთაველზე დგას, მაგრამ წინა დღეს აღმოჩნდა რომ ეხლა მანქანის
თემაზე უნდათ გაპროტესტება იმპორტიორებს, იცით რომ 6 წლამდე მანქანის გამბაჟება ისე გაძვირდა, უბრალოდ 6 წელზე უფროსი მანქანის გაძვირება ისე გამბაჟება ისე გაძვირდა, რომ ფაქტობრივად ვეღარ შემოიყვან მანქანა. ამის გაპროტესტება უნდათ და შსს მიმართეს და შსს უთხრა არა. და დაჩნდა აქციის გარეშე. ამაზე წარმოიდგინე რა სიტუაციაში. ხო, თვითონ თქვენს რომ მიუმართეთო, რომ სადღაც გვინდოდა და არა, აქ ვერ ჩაატარებთ აქციასო და მე მოუწიათ რაღაცა. უბრალოდ მდგომარეობაში აღმოჩენილა ეს. ავტოდრომზე თუ სადღაც მოუწიათ აქციის ჩატარება. მან თავარი პრობლემა ის არის, რომ როცა რაღაც კანონს იღებენ, ეს კანონები თვითონაც შიგნითაც შესაბამისობაში არ არის. კონსტიტუციაში წერია, რომ კი შეიძლება არსებობდეს ვალდებულება იმისა, რომ სახელმწიფო მოგთხოვოს, რომ გააფრთხილო ის, როცა ჩაატარებ, შეიძლება რომ ამგვარი ვალდებულება დააწესოს, მაგრამ არსად არ წერია, რომ სახელმწიფო შეუძლია შეროიტყრო, იცი რა, მე მინდა რუსთავაზე შევიკრიბო 500 კაცი პარლამენტის წინ და შენაგან საქმეთა სამინისტრო გეუბნება, რომ 500 კი არა, 17 კაცი შეიკრიბეთ და რუსთავაზე კი არა, შირაქის ველზე წადით. ანუ იმდენად გიცვლის ზოგადად და ეს ეხა ისეთი რაღაც ძალაუფლება იღეს, რომ შეუძლია საერთოდ მოთხოვნაც კი შეგიცვალოს ალბათ იმ კონკრეტული საპროცესო აქციის და არა კონსტიტუციაში ალბათ შემთხვევა. აი გარვიცოდი მე და მართლა საინტერესო ამბავია და რამდენი იმპორტიორთა კავშირის შემთხვევა ხალხს და ანუ ესეც ხო არ არის ეხლა მაგიტო არ გამცინებია მეც რომ ეს საშინელი კანონია ფაქტურად თვითონ იმპორტიორებს არ შეუთანხმეს და ისე მიღეს მაგრამ რა გვიგურს დიქტატურაში ვარ და ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით რომ ყველა სფეროს მოენდება მართლა მეტასტაზივით ეს რეჟიმი და ის შემთხვევით ადამიანების დაჯარიმებაც რო ხდება და დაპატიმრებაც რო ხდება ეგეთი შემთხვევებიც გვაქვს რომ არაფერ შუაში არ ყოფილან დაჭერების დროს და მერე ციხეში გაუშვიათ და სხვა შორის ქოჩქიანმა გაუშვა ეგრეთ შემთხვევით აღმოჩენილი იქ აღმოჩენილი ადამიანი ციხეში 2 დღით და ვეკითხებოდი ხა შემთხვევით არაფერი არ ხდება. ანუ შემთხვევით როდესაც დაჭერები იყოს და 5 ადამიანი რო დაიჭიროს, მე მგონი სექტემბერში იყო ეს ყველაფერი, ადამიანმა იმ მომენტში ჩაიარა იმ გზის გადაკეტვის დროს და ამ დროს დაიჭირეს ეს ადამიანი, რომელიც არ იყო პროტესტის მონაწილე. ამას ვიძახი მე. საერთოდ გამლელი იყო და ზუსტად ეს კითხე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლს რომ ხა მე რომ ნახევარ წუთზე მედავებით აი ქოჩქიანმა რომ ჩაიარო შემთხვევით იმ მომენტში და რომ შეფერხდეს მოძრაობა მოსამართლეზე ვკითხე კი ამ შემთხვევაში რა მოხდება თქო და ქოჩქიანი დაიძაბო და ჩვენ ამ კონკრეტულ ამბავს განვიხილავთო და კითხვა მოხსნა ესე რომ ვთქვათ რა იმიტომ რომ ის ხელშეუხებელია მან არ შეიძლება რომ გზა გადაკეტოს რაც შეეხება უსამართლობას ეხა ჩელეს უყურებდი და ჩელეს ნახე არჩევნების გაყალბების და აქციების შემდგომ ძალიან მალევე და ეხა ჩელე რომ პარლამენტში შესულიყო ეხა იქნებოდა დეპუტატი მაგრამ ჩელე ეხლა არის ადვოკატი ხო რომელიც ამ უსამართლობას ესე პირდაპირ ეჩეხება და აი რაღაც საოცრებების მოსმენა უწევს და ყურიდან ალბათ სისხლის დის და ეს პროცესი ალბათ საჭირო იყო რომ გაგვევლო იმიტომ რომ ეხა მომავალში დარწმუნებული ვარ ჩელი აუცილებლად იქნება პარლამენტის წევრი და აი ეს სამართლიანობა რო არ არის საზოგადოების უმეტესობისთვის ესეთი არსებითად მნიშვნელოვანი აი ეს ადამიანები ეს ახალგაზრდა პოლიტიკოსები იმედი მაქვს რომ ისეთ სისტემას შექმნიან რომელიც იმუშავებს ყველასთვის სამართლიანად და კარგად ეს ჩელეს იმედზე ვარ რა ჩელი არ მხოლოდ ჩელს ახალგაზრდა პოლიტიკოსების იმედზე ვარ მე პირადად და ზოგადად ძალიან მაგას ვამბობდი სიამოვნებაში ძალიან ბევრი ადამიანი შეეხო და ოჯახის ეროს და მე მინახავს სასამართლო პროცესებიდან გამოსულოთ და მართლა ადამიანები რომლებიც საერთოდ სხვა ხასიათით და განწყობით შემოვიდნენ და უკან რო გადიოდნენ ნუ მართალი ყოფილაო ამბობდნენ სიამოვნებას ჯასუსვენით იმიტომ რომ მით უმეტეს ეხა პროცესზე როცა ხარ იქ რაღაცა დიდი იურიდიული ცოდნა და 50 წიგნის საკითხვა არ უნდა ადამიანს იმისთვის რომ მოისმინოს და გაიგოს და აღიქვას ვინ არის მართალი და ვინ არა მარტივად მოიტანა მტკიცებულება ადასტურებს ამას თუ არ ადასტურებს ამას და როცა ხედავ რომ საერთოდ მტკიცებულება არათუ არადასტურებს საერთოდ არ არსებობს მაგალითად 4 ოქტომბრის საქმე ახსენეთ და ირაკლი ჩხურიკას ნაწილში მტკიცებულება არ აქვს 1-13 წამი მიდეო სადაც ეპიზოდურად 6 წამის განმავლობაში ჩანს და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა დაუძახონ ამას და ეს ადამიანი ციხეში გაუშვა 220 ოქტომბრით უკვე იყო დაკავებული ბათუმის აქციებზე და გაამართლეს მაშინ გადაუკვალიფიცირეს და ეხა მეორედ დააკავეს გონი საქართველოს ისტორიაში პირველი ადამიანი ვინც ამ მუხლით ბრალი წარედგინა ორჯერ და სახალხო დამცველს ავიც ორჯერ მადლობა გადაუხადა იმისთვის რომ სამართლოს მეგობრის ინსტიტუტი ისარგებლა და პაატამაჯგალის ნაწილში მტკიცებულების სტანდარტი გააკრიტიკა, მაგრამ 39-ომიანი საქმე ხო ეს უნდა შეესწავლა იმისთვის რომ ენახა რომ პაატამაჯგალის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არის და იქ რა ირაკლი ჩხურიკას წინააღმდეგ ნახა მტკიცებულები ან სხვა უამრავი ადამიანის წინააღმდეგ ნახა რა მონაკლისის წინააღმდეგაც არის 4 ოქტომბრის თემაზე აუცილებლად გადავალო რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ და რამის ფანატება ხო არ გინდა რეკლამა არა ელენეს ამბავზე მინდოდა და ელენეს ამბავზეც ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ აუცილებლად დავბრუნდებით და საინტერესო ამბავია რომ ელენეს გაასამართლა იმ მოსამართლემ მიუსაჯ
ბაჩა, რომელმაც თავის დროზე, ნაცების დროზე დაიჭირა ირაკლი ღარიბაშვილის სიმავრი, თამაზაშვილი, ბატონ არევაძე. ხო, ბატონ არევაძემ და ხო, მაშინ რას ამბობდა წულუკიანი ამ მოსამართლეზე და ნუ დღეს აგერ ხედავთ, ხო, უკვე მათი საყვარელი მოსამართლე გახდა. ჩვენ დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ და გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს. ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც იცით ჩვენი სტუმრები არიან იურისტები მაგდა მამუკაშვილი და ბორის ჩელეყურა. ჩვენ საუბრობთ იმ პროცესებზე, რომლებიც იმართება ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, აქტივისტების წარმომადგენლების წინააღმდეგ. დღეს პირველად ქალი დაიჭირეს, გოგო დაიჭირეს ტროტუარზე დგომის გამო, მარტო იმის გამო, რომ ტროტუარზე იდგა რუსთაველზე, აი ამ ახალი კანონით, ასევე პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლახან გამოვიდნენ ციხიდან, მაგალითად გვარამია ჯაფარიძე, ზოგი ციხეშია, ზურა ჯაფარიძე, ასევე ბადრი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარი, რომელიც ჯერ კიდევ ციხეშია, მათ გიორგი ვაშაძე ასამართლებენ რაღაც საბოტაჟის ბრალდებით, ანუ ედავებიან, რომ თქვენ რო ითხოვდით დასავლეთში ჩვენს დასაქცევას, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟიო, ასევე სუსში დაიბარეს ყოფილი სახალხო დამცველი ბატონი ნანუაშვილი იმის გამო, რომ ეუთოს მისიასთან თანამშრომლობდა, რომელიც აქ იყო ჩამოსული და ამაზე დღეს გაეროს წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება. ნუ მოკლედ, აი სულ ელენე ხოშტარიას საქმე ცალკე არის ბილბორდზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო წელიწადი 6 თვე მიუსაჯა შვედეთის ელჩი გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას მიმართ განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედების კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც კითხვებს აჩენსო, ასევე ნორვეგიის ელჩი გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია და ნუ მანამდე ბევრი გამოხმაურება ჰქონდა კიდევ. წინა ბლოკში ვისაუბრეთ ერთად ტროტუარის საქმეებზე, თქვენ გიდევთ ახლა ხოშტარიას საქმეზე, ხოშტარიას საქმეზე გუშინ ბევრი ვისაუბრე, მაგრამ ის ისეთი საქმე არის მართლაც, ხო, ხა გასაგებია, რომ ელენე ხოშტარიამ სოლიდარობის ნიშნად განზრახ ჩაიდინა ეს სამართალდარღვევა. ეგ იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მაგრამ სამართალდარღვევასაც ხო გააჩნია, ხა რას მიუსჯი ადამიანს, რა. ეხლა ბილბორდზე ფლომასტერის წაწერი ნახალის გამო გუშინ ადვოკატი მყავდა სტუმრად და ის ამბობდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარწერის გაკეთება არის 2000 ლარი ჯარიმა. ანუ სვეტი ცხოველზე რომ მიხვიდე და რაღაცა მიაჯღაბდო 2000 ლარი. კი, არ შეუცვლეთ. ხო, 2000 ლარი დაგაჯარიმებენ და ელენე ხოშტარია კალაძის ბანერზე წარწერის გამო ჩასვეს წელიწად 6 თვით, იმიტომ რომ ეს მუხლი კი არ შეუფარდეს ადმინისტრაციული, არამედ შეუფარდეს სისხლის სამართლებრივი კოდექსიდან სხვისი კოდების დაზიანება. ადმინისტრაციული შეფარდებინათ ვერ დაიჭერდნენ 12 წლამდე ბავშვები ყავდათ, გუშინ გახდნენ მისი კლუბები 12 წლის როგორც და ამიტომ შეუფარდეს სხვისი კოდების დაზიანება. ახლა არ ვიცი, ახლა მასე ყველა პლაკატი პოლიტიკოსის გაკრული სხვისი კონებაა და ქუჩაში მიდიან და ჩამოხევს ვიღაცა, ისიც დასაჭერია გამოდის. კი, ნუ ელენე ხოშტარიაზე მე იმის თქმა მინდა უბრალოდ, მე საინტერესო არის მან განცხადებები, რასაც აკეთებენ რა. ამბობენ, რომ ეს 4 შვილის დედაა, ხო? ანუ ამაზე გოდიში. ამაზე ხდება ძალიან ისეთი ეს როგორ გამოეხმაურა ირაკლი ქადაგეშვილი გამოვიდა და ეს ეტყობა მესიჯი აქვს დარიგებული ახალი გამოვიდნენ და 4 შვილის დედა თუ აუ თვითონ ეფიქრა სპეკულაცია დაიწყო ამბობს ირაკლი ქადაგეშვილი რომ ელენე ხოშტარი არის პოლიტპატერი 4 შვილის დედა უკაცრავად თავის მოთხმა შვილმა დედამის მოჰკითხოს. დედამის წილოსანი გამოვიდა ქალი ახლა რომ სამი შვილის დედა წილოსანი ელენე ხოშტარია საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა. ის არის დამნაშავე და არა გმირი არც პოლიტიკური პატრიოტი. თან რევოლუციას უახსნა რევოლუციის გამო არის ეს ქალი. არის ეს რევოლუციის ყველაფერს თავიდანვე რევოლუციის უფლება ხალხს აქვს და აქვს ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და ეგ არ ესმით, ანუ არ ესმით რა არ უნდათ რო თქვა. ანუ ეს არის ადამიანის დეჰუმანიზების მცდელობა, რომ ფაქტიურად მას როგორც ქალად, დედად, პოლიტიკოსად არ მიიჩნევენ. არც არანაირ ემპათიას არ გამოხატავენ. პირდაპირ ამბობენ რა, ეს ყოფილი მართლა კაკების აგენტები, განსაკუთრებით ვინ აკეთებს ამ განცხადებას, მას ხო უნდა მივაქციოთ ყურადღება. შარმანაშვილი, რომელიც პუტჩში მონაწილეობდა, აკეთებს ამ განცხადებას. მოლსკი კაკების ღვაწლმოსილი აგენტი და ქადაგიძეც ასევე პუტჩში მონაწილე ადამიანი და ეს ადამიანები რომ ამას გვაჩვევენ ამ მორალურ ხრწნას, თითქოს ანორმალიზებენ, რომ შეიძლება 4 შვილის დედა, რადგან არ მოგწონთ ჩვენ ამორჩეველო, ჩვენ მას გავუშვებთ წელიწად ნახევარი ციხეში. და ეს არის მართლა ერის კატასტროფა. შეიძლება ელენე ხოშტარი არ მოგწონდეს, მაგრამ არ შეიძლება ფლომასტერით, თუ რა ქვია, მარკერით, წარწერის გაკეთების გამო ეს ქალი იჯდეს ციხეში წელიწად ნახევარი. შენ რომ ამას უშვებ, ესე იგი იმასაც უშვებ, რომ შენთან რომ მოვა რეჟიმი და რაღაც აბსურდულ ბრალდებას წარგიდგენს,
ამაზეც თავი უნდა დახარო და ჩაჯდეთ ციხეში და ვინმეს თუ უნდა ესეთ ქვეყანაში ცხოვრება თქვან და ეს ხომ ახალი არ არის. ანუ მაგრამ სხვადასხვა აი იმას რომ ვიხსენებდით 37 წლებს მაშინაც რეპრესირებულებში ძალიან იშვიათად იყო ქალი, ხო 22000-ში 600 ქალი იყო, მე მგონი ისმიც იყო რეპრესირებული, მაგრამ ახლა ჩვენ ვერ ვიტყვით ახლა თანასწორობაზე იყო საუბარი რომ ქალებს ან ინდობენ ან გარკვეულწილად ის რაც ზის ახლა ჩვენს კულტურაში რომ მაგალითად ქალებს ერიდებოდნენ და ეჭირათ მიშას დროსაც ეგრე იყო ერიდებოდნენ ნაკლები მსჯავრი ცდილობდნენ ნაკლები მსჯავრი დაედოთ არა დღეს უკვე ეგ წაშლილია გოგოებს გამოწერილი აქვს და რო იძახით სწორად შენიშნეთ ნამდვილად არ არის ეგრე რომ გოგოებს არ იჭერენ ტროტუარზე დგომის გამო ან გზაზე დგომის გამო ძალიან ხშირად ვისაც ურეკავენ არიან ხოლმე ქალები და საერთოდ ყველაფერი წაშლილია რა კაცობაზე გველაპარაკებენ და ოჯახურ ღირსებაზე და ღირებულებებზე და ტრადიციებზე და მორალზე წაშლილია ყველაფერი იძახენ რომ ბავშვებმა თვითონ თავის დედას მოკითხონ რომ ციხეში ზისო და ციხეში შენ ჩასვი და აი როგორი ამორალურია ხო ხდება რო წავიდა ამ სამართალდარღვევაზე ხო იცოდა რომ დაიჭერდა არ იცოდა ეხლა ელენეს ძალიან კარგად იცის კონკრეტულ ქმედებას რა შედეგი მოსდევს ეს იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ეს იყო მისი მანიფესტი სოლიდარობის ნიშნად და ძალიან ღელავ მეგიზეც რომ მეგის სოლიდარობის ნიშნად ხო დაწერა მან და მეგის საქმეც არის მიმდინარე ხო სისხლის სამართლებრივი საქმე. როდესაც ეს გადაწყვეტილება გამოიტანეს ელენესთან დაკავშირებით ჩვენ არ ვართ ხო დაზღვეული რომ მეგის ნაწილში ეს მეგი არის ის გოგო რომელიც პირველად დაიჭერეს ბანერზე კი ბატონო რომელიც დაწერა რუსული ოცნება კალათის ბანერს და მისი სოლიდარობის ნიშნად თან იმით არ დაუწერია პოლივიზატორით ელენეს დაწერა მარკერით. ანუ მანდაც ხო არის სხვაობა ეხლა გაიწმინდებოდა მართლა ისიც გაიწმინდა. ამ შემთხვევაში აი ეგ არის მთელი პრობლემა რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას სისხლის სამართლის წესით აღძრავენ. აი ეს არის მთელი პრობლემა. კი ბატონო, შეიძლება შეერასიტყვი ამ საქმეზე და მე 4 ოქტომბრის თემაზეც ვთქვა, იმიტომ რომ რამდენი დაკავებულს იცავ, იქ თითქოს უფრო მეტი ის აქვს, ხო, საბაბი ხელისუფლებას ახლა ერთი შეხედვით 4 ოქტომბრის საქმეზე, მაგრამ აქაც ბევრი კითხვის ნიშანია. რა თქმა უნდა, ნუ მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე მოსალოდნელი უსამართლობის შიშით რომ ადამიანებს აუხსნა რატომ უნდა დადგენს სწორ მხარეს ზოგადად გონია ადამიანის სწორ მხარეს ისედაც უნდა დადგეს ახლა შვედეთის ელჩი კარგი კაცია და კარგი განცხადება გააკეთა მაგრამ მე არ მგონია ქალი კი ბატონო დედაკაცი მამაკაცი კრეფცის სახელი ხო და მე არ მგონია რომ რაღაცა მისი დახმარება დაგჭირდეს ქართველებს რომ ერთმანეთს ესეთი მარტივი ჭეშმარიტება აუხსნათ არ შეიძლება ჩვენი სახელით 4 შვილის დედას უშვებდნენ ციხეში იმის გამო რომ ფლომასტერიც რაღაც სადღაც დაწერა მიშოვა აქვს რა დაწერა და სად დაწერა ამ შემთხვევაში ნივთი არ დაზიანებულა ფლომასტერის გადაშლა შეიძლებოდა და ეს ნივთი არის თავისთავად ნივთი რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ განაჩენში ჩაწერა მარკერი ის ფლომასტერი განადგურდეს ხო განაშაულისი არა აუცილებლად არ უნდა დარჩეს მოგვიანებით არ უნდა ნახო ხო და ამ შემთხვევაში ეს ბანერიც ხო თავისთავად გადასაგდები იქნება ხო გადააგდეს ეგ ბანერი ანუ არჩევნები როცა მორჩა კონკრეტული დამპრიტული ბანერი უკვე გამოუსადეგარია და რაც გადააგდებენ რამეს გაუკეთებენ ამ შემთხვევაში რეალური ზიანი არ არსებობდა არაფერი არ არსებობდა გარდა იმ სურვილისა რომ დაესაჯათ ეროვნულ ხუშტარებს მნიშვნელობა არ აქვს ხა მოგწონს ელენი არ მოგწონს ეთანხმები არ ეთანხმები განაჩენი გამოდის ჩვენი ქართული ხალხის სახელით ანუ მოსამართლის ინდისე კი არა ჩვენს ინდისეც არის იმიტომ რომ ხა ჩვენი სახელით აი აქ ვინც ხედავთ და კიდევ ქართული ადამიანის სახელით ზის ელენე ხუშტარი ციხეში მიუხედავად იმისა ამ ყველაფერს ვეთანხმები თუ არა მოსალოდნელ სამართლოსაც შეეხება ხა წარმოგიდგენთ ბერია რომ კომუნისტი იყო და ზოგადად ნუ გამოჩენილი კომუნისტი არ იყო, იმიტომ რომ ბავშვობიდან კომუნისტი არ გახდა და ცოტა მერე შევიდა კომუნისტურ პარტიაში კი იბრალებდა რაღაცა ის, მაგრამ აი მას რო ძალაუფლება ჰქონდა, ეგეთი იშვიათად ვინმეს ჰქონდა თუნდაც საქართველოში და ზოგადად საკავშირო რესპუბლიკების მასშტაბით და გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, როგორ მოკლეს რამოდენიმე ვერსია არსებობს მაღაზიის, თავისი კამენევი, ზინოვიევი, ბუხარინი უამრავი ადამიანი იყო, ვისაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში პარტიამ გაწირა. ეხლა საბჭოთა კავშირის რო არ წავიდეთ, აგერ ციხეში ყავს ჯუანშელ ბურჭულაძე, ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანი, რომელსაც ხალხს ახვედრებდნენ ქუჩაში და მადლობას მართლმადიდებლობისთვის ეუბნებოდნენ, თითქოს მინდა ნინო იყო. ესეთი ადამიანი, ესეთი ნაკლებარი ადამიანი ეხლა ციხეში ყავს. ეხლა წარმოიდგინეთ გიორგი გახარია, რომელიც იყო კრიზის მენეჯერი, საოცრად ესეთი ქებით ახსილი ადამიანი და ეხლა გვეუბნება, რომ ბოლია და მოღალატე ყოფილა სალომე ზურაბიშვილის ბანერებზე, საერთოდ ბიზინეოვანიშვილი ეხადა და ეხლაც გვეუბნება, რომ არ არის ეს კარგი ქალი, ესეც მოღალატეა. ნებისმიერი ადამიანი არ ამ გომელაური და ის ლივლაშვილი და გომელაური მტერს
გომელს დავს და ლილუაშვილიც, მაგრამ ლილუაშვილი ხო გომელავს რა გადარჩა. გომელავს რა უჭირს და ხო ჯერჯერობით არის ყველა, იმიტომ რომ პარტიის საბოლოო ჯამში ყველას გაწირავს. მაგ ხალხს რო თავი დავანებოთ, ჩვეულებრივ ადამიანი შეუძლებელია რომ შემდგომი წლების განმავლობაში ეს უსამართლობის მასშტაბი იმდენად იზრდება, რომ შენ ან შენს ახლობელს რაღაცა არ შეგეხოთ და მე უკვე როცა მოგინდება ხმის ამოღება, შეიძლება რომ ტელევიზია აღარ იყოს დარჩენილი, რომელიც გაგაშუქებს, შეიძლება რომ არასამთავრობო ორგანიზაცია არ იყოს დარჩენილი, რომელიც უფასო ადვოკატს გამოგიგზავნის, უბრალოდ აღარავინ აღარ იყოს დარჩენილი, იმიტომ რომ შენ გვერდით დაგიდგეს, იმიტომ რომ საჭირო დროს შენ გვერდით არ დაუდექი. მე იმას კი არ ვიზახი, რომ უნდა გამოხვიდე მე და მას და ყოველდღე რუსთავაზე უნდა იდგე. უბრალოდ უნდა მოძებნო შენი უკმაყოფილების გამომჟღავნების შესაძლებლობა და უკმაყოფილო თუ არ ხარ და თუ თავი ადეკვატური გონია, უფრო მეტად უნდა გაერკვე საკითხში და შეუძლებელია რომ ამ რაღაცებს დაითანხო. 4 ოქტომბერს რაც შეეხება, ხო 4 ოქტომბერი გამოიყენეს რაღაცა ერთ კოლბახიძემ გამოიყენა იმისთვის საკუთარ პარტიაში საკუთარი ძალაუფლება განემტკიცებინა და პლუს სასამართლო პროცესებზე რასაც ხედავთ, ხა 39 ტომიანი საქმეა 64 ბრალდებულია, ორ მაგდანს ვისამე გიორგი კირვალიძეს და ირაკლი ჩხურკიას და ამ შემთხვევაში რა ვიცი მოსამართლეს ეხლა ცოტა ხანში დასკვნის სიტყვაზე უნდა გადავიდეთ და რასაც ვეუბნებოდი შესავალ სიტყვაში იმას და უდასტურებ დასკვნის სიტყვაში რომ 39 ტომიდან უბრალოდ აი მაჩვენონ სად არის მტკიცებული, რომელიც მაგალითად დაასტურებს იმას, რომ ირაკლი ჩხურკიამ ჩაიდინა ის დანაშაული, რომელიც მას ბრალდებს პოლიტიკოსების გარდა და ამ აქციის ორგანიზატორების გარდა 60-მდე ადამიანია ბრალდებული კიდევ ამ საკითხში. ასე მოხუცებზეც მინდა, ანუ ესე რომ ვთქვათ, ასაკს მინდა ხაზი გაუსვა, რომ 70 წლის არის, მე მგონი გიუნაშვილი. ერთი დაპატიმრებული ადამიანია, რომელიც მშენებლობაზე მუშაობდა ამ ასაკში და რო დააკავეს, იმაზე დარდობდა, რომ ცემენტი უნდა ჩაგვესხაო და ძალიან დარდობ, რომ ეს ვერ მოვახერხავ. ანუ მე მინდა გაჩვენოთ ამით, რამდენად მშრომელი, ყოველდღიურ რუტინაში ჩართული ადამიანები დაიჭირა რეჟიმმა 4 ოქტომბრის საქმეზე რაღაც წარმოუდგენელი ბრალდებით რა. მართლა შემთხვევით თუ არ არისო, მაგრამ იქ აქციაზე, ესე რომ ვთქვათ, შეხლა შემოხლის დროს ეს კაცი ჩანს კადრში და სწორედ ამიტომ წარმოუდგენეს ბრალი და მართლა წარმოუდგენელი აბსურდია, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, მაგრამ უკვე ამას ლაპარაკითაც დავიღალე, რომ აბსურდია ყველაფერი აბსურდია, ყველა ბრალი აბსურდია. ჩვენ პოლიტპატიმრები არ ყავსო, რო იძახიან ყოველდღურად ქართული ოცნების წარმომადგენლები. ანუ აბსურდია, ხა რეზო კიკნაძეზე რო იძახენ პოლიტპატიმარი არ არისო. რაზე ზის რეზო კიკნაძე? ზის ხელსახოცის სროლის გამო. ამ მეტი კადრი არ აქვს. ერთი პატიმარი ყავს ბუბუტეიშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, რომელიც აძურა პარლამენტის ჭიშკარზე და გასწორა, ესე რომ ვთქვათ, ჩამოსაგდებად გამზადებული რეკვიზიტი პარლამენტის ჭიშკარის და ამაზე წარუდგინეს ბრალი და 5 წლით ციხეში ჩასვეს. ანუ წარმოუდგენ აბსურდული ბრალით ზიანეს ბიჭებიც, ქალებიც, კაცებიც, გოგოებით ციხეში. ანუ წარმოუდგენელი ამბავი. მაგრამ რეალურად ეხა რაც ეს მესიჯი მე მეგონა რომ უშინ შემთხვევით თქვა ვოლსკიმ ეს რევოლუციის შემთხვევით ახსენა, როცა თქვა რომ ფლომასტერის გამო კი არა, რევოლუციის მცველობის გამო, მოწყობის გამო ზისო, როცა ეხა ადამიანს ფლომასტერზე, ბანერზე წარწერის გაკეთების გამო აქვს მისჯილი. და მეგონა ეს რაღაცა ვოლსკის შეუხედება იყო, მაგრამ დღეს აგერ ქალბატონმა წილოსალმა გაიმეორა იგივე და თქვა რომ ხო რევოლუციას არ უნდა აწყობდეო თუ 4 შვილის დედა ხარ. ანუ როგორც ჩანს ეს ახალი მესიჯი აქვს. სახელმწიფო გადატრიალებას უნდა აწყობდე 3 შვილის დედა, ანუ უნდა იტაცებდეო ხელისუფლებასა, რას ამბობს კლასანი მაგას სენგა. 3 შვილზე შვილი. 4 არ შეიძლება 3 შვილზე. შესაბამისად, ანუ ეს ნიშნავს უკვე იმას, რომ ისინი თავიანთ მომხრეებს ამას ასე უგდებიან, რომ იმას კი მიაქცევთ ყურადღებას, რაზე ზის ეს ადამიანი, რა ჩაიდინა ფლომასტერი თუ ბანერზე გააკეთა. ან რაღაცა იქ რომ 4 ოქტომბრის საქმეზე რომ თვითონ არ ჩამოუგდრია არაფერი და არ შევარდნილა შეიძლება. არა, საერთოდ არ ჩამოუწმიერებს მოსხესა და ასე შემდეგ, ხო? ამას არ მაქვს ყურადღება. ყველა ვინც სურს ჩვენი დამხობა, ანუ შეცვლა უნდა და რევოლუციის მოწყობა უნდა, ყველანი ხართ დამნაშავეები. გინდა ჩვენი და ისა რა ქვია, დამხობა და მოშორება, ჩვენც ესე მოგექცევით რა. ამას გვეუბნება პირდაპირ ხელისუფლება. ყველას დედას გიტირებთ, ჩაქსვამ ციხეში დაგიჭერთ, გაგლახავთ, რასაც გინდა იმას გიზავთ. ამას ნიშნავს ახლა ეს განცხადებები. მაგრამ მაგასაც ხო ჭირდება კონკრეტული სპეციალური ცოდნის გამოყენება და მაგ საქმესაც კარგად გაკეთებინდა, ნაჩქარევად გააკეთეს 4 ოქტომბრის შემდეგ და დაკარგული არიან მართლა ადამიანები, რომლებიც ენა მტკიცებულება არ არსებობს. ახლა ჩვენ და დავდგეთ და საათობით ხო და მაგას გეუბნებიან, რომ რა შეჭირება მტკიცებ, ჩვენ მტკიცებულება რა არის, იცი რომ ირაკლი ჩხურკიას ხო უნდა ჩვენი გადაგება. უნდა. მორჩა. მე მტკიცებულება
დაწესებულება არ არის საჭირო. მე ამაზე როგორ წილოსანის ეს განცხადება და იმის რა ქვია. ხო რო გეკითხებენ რა საპროტესტებთ, აი ეს კითხვა რატო ისმის საერთოდ ამოცემულობაში რატო ისმის ეს კითხვა რა საპროტესტებთო. ანუ 28-ში რო გავიდა ხალხი სხვა რამე საპროტესტებდა და უკვე 5 დეკემბერს სულ სხვა რამე საპროტესტებდა. და სხვადასხვა ხალხი ხრავდებოდა. დაკავებებს მტკიცებულებების გარეშე ახალგაზრდების გამოკეტვას ციხეში მაგას აპროტესტებდა უკვე საზოგადოება. დღეს საერთოდ სხვა რამეს ვაპროტესტებთ. დღეს რო ყველაფერი რომ ხუთიანზე იყოს ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაჭერას გავაპროტესტებთ. დღეს ვაპროტესტებთ საერთოდ სხვა ანუ ქვეყნის ჩამოქცევას, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოქცევას ვაპროტესტებთ. ხო, ანუ ხელისუფლება ამბობს რეალურად რომ ხელისუფლების შენარჩუნების გამო ყველაფერი მოსულა. შენ გინდა რომ არ ვიყო ხელისუფლებაში. მე თავს დავიცავ ყველანაირი მეთოდებით. სამართალი აღარ მაინტერესებს. თუ ეგარი გადასადაჭერებით რო ქნან. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ის საქმე რაც საკეთებენ, თუ მართლა იმ ხელა ძალაუფლების ხონები არიან, როგორც გონიათ და როგორცაც ზოგიერთ ადამიანი ამბობს რომ ახლა აბსოლუტური ძალაუფლება მართლშია, ის საქმე რომ საკეთებენ შეიძლება გაკეთდეს უკეთ, უფრო ეფექტურად, უფრო სწრაფად და ისე რომ ნაკლები სალაპარაკო დაუტოვონ ადამიანებს. ეხლა შეგვიძლია ამაზე კვირებით ვილაპარაკოთ და ზოგადად დადასტურებულად ფაქტებით მათ შორის აღწეროთ ის უსამართლობა რაც ხდება მათ შორის არის აქედანაც შეთავაზებს სახალხო დამცველს რომ თუ რაღაცა ვერ გაიგონ 39-იან საქმეში შეგვიძლია რომ შევხვდეთ ადვოკატები, სხვა ადვოკატებს თუ სურვილი ექნებათ და აუხსნათ და მართლა ვაჩვენებთ. ჩვენი შეფასებები არა, ჩემი შეფასებები არა, კონკრეტული ფაქტები, რომელსაც ახლა ვერან ვერ უარყოფს. მტკიცებულება საქმეში ან არის, ან არ არის. სხვანაირად ფიზიკურად შეუძლებელი. აწი ვეღარ დაემატება მტკიცებულება მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები ექსპერტიზაზე გაშვება, ყველა მისის რომ მაგ ექსპერტიზის პასუხი არაფერი არ იქნება და საქმესთან კავშირში არ არის, ასე რომ კიდევ ერთხელ რა, ჯერ რასაც აკეთებენ, ეგეც არ არის პროფესიონალურად და სწორად გაკეთებული და სწორედ ამიტომ ჩდება უარყოფილი და წილოსანის განცხადება რაც არის, ეგ არის უბრალოდ პასუხი მესიჯზე, რომ 4 შვილიძეების ციხეში ჩასმა წელიწად და 6 თვით რო აბსურდი, სისულელე და არაკაცობა და ქართველ კაცობაზე როდებ თავს არ შეიძლება. შეუძლებიან თავიანთ მომხრეებს, რომ მაგაზე არ იარზის სხვა რაღაცის გამოზის, ეხლა რა გჭირთ მართლა მაგის გამო კი არ დაგუჭერია. ხო და ეგ ხო ეხლა საბოლოო ჯამში ჩვენება პირდაპირ აღიარებაა მათი მხრიდან და მე როდესაც ეს ამბები სასამართლოში გადაინაცვლებს ეს განცხადებები პირდაპირ ის მტკიცებულება არის. პოლიტიკურად ყავთ ეს ხალხი დაჭერილი. წილოსანმა ნახა ეხლა რას მეუბნები რომ მოსამართლემ გაუმზადა უკვე ზემთელი გადაწყვეტილება მოტივს არეზოლუციაზე და გაუგზავნა ყველაფერი და მათმა წაიგეთეს ვინ ეკითხება პარლამენტის წევრს. ხო და მაგას ვამბობ წილოსანს კი არის და წილოსანს მე მეგონა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს იყო რაღაც ვოლსკის გუშინდელი ნათქვამი, რადგან დღეს წილოსანმა გაიმეორა, ესე იგი ეს არის პარტიის მიერ შემუშავებული მესიჯი თავიანთი მომხრეებისთვის, რომ ხალხო შენ იმიტომ რომ კოცებთანაც უჭირთ იმის ახსნა ეხლა, თავიანთი მომხრეებთანაც უჭირთ ახსნა, რომ ეხლა 4 შვილის დედა ფლომასტრის წარწერის გამო რატომ უნდა ჩასვათ ციხეში. მეც მგონია რომ ნებისმიერ ადეკვატურ ადამიანთან მაგის ახსნა გაუჭირდა. და ახლა უგნებიან რომ მაგის გამო კი არა, სინამდვილეში რევოლუცია უნდა და მაგის გამო დაიწყო. ტროტუარზე დგომის გამო სხვა შორის დებატები რომ იყო და ცოტნე რომ იყო იმ დებატებში მისული, რომ ამბობს რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანები დაიჭერეთ, არა, არავინ არ დაგუჭერიაო, ვისაც დამხობა უნდა და დამხობა უნდა და მაგ ხალხსო და მაგაზე დავიჭირეთ. ანუ დამხობის გამო ხსესები ხუზი 3 დღე ჩასვეს ქვეყანას. მოსთავაზე ჩვენ რო ვდგავართ ყოველ საღამოს და საუბრობ, ნუ ეგ არის პროტესტი, რო ვდგავართ და საუბრობ, სახედავენ იგი დამხობის ცეცებას საერთოდ. ეგეთ ისეთ რაღაცებს საუბრობთ, ვის გაგაც არ უნდათ. არა, ნუ ეს განცხადებები ნიშნავს უბრალოდ, რომ ისინი პირდაპირ აღიარებენ, რომ სამართალი გავაუქმეთ, რაში გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს პოლიტიკური მიზანი. ხელისუფლება შევინარჩუნოთ და შესაბამისად ამისთვის ყველაფერი მოსულა. ამ თავდა რა. ეგ არის მთელი ლოგიკა. მოგეთ, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მაგდა მამუკაშვილი და ბორის ჩელოყუროვა იურისტები იყვნენ ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე ხვალამდე გემშვიდობებით.